როგორც იქნა ჰაერში სიყვარული დატრიალდა, მაგრამ ხან გრძლივეს სოფელი გაახარებს ვისმე განა. თუმცა მანამდე წინ მთელი სერიაა. კადირსაც ამ სამყაროს დატოვება და ცხოვრების მშვენიერებით ტკბობა მოუნდა. როგორი საყვარელია, როგორ უფრთხილდება ჩეგდოს. ვერც მისდევს ძალადობაში რომ არ ჩაეთვალოს. შენ კიდევ გოგო ასეთი ბიჭი ხელიდან გაიშვება? ამათაც მაგარ ადგილას ყავდათ დაბმული პირდაპირ ფანჯარასთან. ამ ხელა ხალხს ეგ ვერ უნდა მოეფიქრებინათ? ისე რა უცერემონიოდ მოკლეს ეშარი. ფსიქოპატ დინჩერსაც კი მეტი პატევი მიაგეს. ეშარს რაღაც ღირსება მაინც ჰქონდა და ასე სასწრაფოს მანქანაში და სრულ ქაოსში დამთავრდა კაცი. დახრჩობა კენან შენ და არ გადარჩენე რა უდროოდროს იცი ხოლმე შეჩრა. მაინც და მაინც ხოცვა ჟლეტაზე თუ არ გვექნება ორიენტირი, კადირისნაირი ადამიანი გვერდით საოცნებოა, რომელიც დაუღალავად გიყურებს მძინარეს, არასდროს ბეზრდები და შენ გვერდითაა, რასაც არ უნდა აშავებდე. ამ ხელა სახლში ოთახი ვერ იპოვეს საჩხუბრად ხელოსნები რომ არ გაებუნძულებინათ. ისა კი მართალია ნისანი, შეიძლება ეშრეფიკოს სიურპრიზი უნდოდა, მაგრამ შეთანხმებულად უკეთესი იქნებოდა. აზრიანი თვალები მაინც გქონოდა გურდალი ჭკუაზე მოვიდა. კი ხდება ხოლმე არეული ადამიანი, არასწორი აზრები აწუხებს, არასწორ გზაზე დადის, მაგრამ გულის სიღრმეში თუ მთლად წაწყმედილი არ არის, ყოველთვის შესაძლებელია სწორი გზით სვლის გაგრძელება. ამიტომ ზედაპირულად და სამართლიანადაც შეიძლება ვთქვათ, რომ გურდალი არ იმსახურებდა არც გონჯას და არც ასეთ გრძნობებს, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, სრულიად საპირისპირო ფიქრები ამოტივტივდება. გონჯას და გურდალს შვილი აღარ ეყოლებათ. ელიფი მარტო დარჩა, მამა ჰყავდა და ისიც აღარაა. იშვილონ ეს საყვარელი გოგო, თვითონაც ბედნიერები იქნებიან და ელიფიც. თანაც გურდალმა რაღაცნაირი მამობრივი მზრუნველობით გახედა ელიფს პირველად რომ დაინახა. ნისანმა იგრძნო შინაგანი კავშირი დედასთან, პირველად ჭამეს ერთად. კარგია რომ სიჯიუტე არ დაიწყო და მიიღო დედა, რეალურად ეს ქალიც მსხვერპლია. ერმაკმა გადადგა პირველი ნაბიჯი ფარუკისკენ. ვნახოთ რა სიზამს ფარუკი. არა და ფარუკი ერთადერთია, ვინც იცის რომ მუსლუმს ერმაკი უყვარს. ამათი სასიყვარულო სამკუთხედიღა გვაკალდა. ამ მიყრუებულ და მივარდნილ ადგილას რა უნდათ? თუ 500 დაცვა უნდა დაიყენონ კიდევ. როგორც იქნა 4-ვესთვის დადგა ბედნიერების წუთები. სიმართლე რომ ვთქვა დამსახურებული. ზოგმა ნაკლები შეცდომით, ზოგმა დიდი შეცდომებით, მაგრამ 4-ვემ ცხოვრების ძალიან რთული გზა გამოიარა. მძიმე ბავშვობიდან დაწყებული. აბათ თუ კარგად აქამდე მოვიდნენ და ასე თუ ისე მაინც შეძლეს რაღაც კარგის შენარჩუნება და გაღვივება. სერიის დასაწყისი რომ არ მცოდნო და ნამდვილად ვიფიქრებდი რომ სერიალი დასასრულს მიუახლოვდა. ოხ, ჩეგდო, კადირი როგორ გაწირე, თუმცა სელმა მეთევზემ რატომ გამოიძახა. ნამდვილად შეგდომ ჩაუშვა, ან რა უთხრა საერთოდ კადირზე. ეშრეფმა კი გადასცა წერილი მეთევზეს და საქმიდან გავიდა, მაგრამ სერიოზულად ეშრეფ, შენ გინდა რომ მეთევზემ თავისთვის მოაგვაროს და ამდენი ხალხი ისე დაგტოვა, ვერ გავიგოთ ვინ არის იფტერი? შუა ქალაქში გოგის ვინაობა რომ ვერ გავიგეთ, ეგ არ ყოფნის შენი აზრით. გარდა ამისა, ეშრეფის მშობლებზეც გვაინტერესებს ინფორმაცია. მოკლედ არის ჯერ კიდევ დასალაგებელი საკითხები. როგორც გავიგე, ეშრეფის სიზმარს მესამე სეზონი დაუმტკიცდა. მეორე სეზონის ფინალი კი 10 ივნისს იქნება. სეზონის ფინალამდე 6 სერია დარჩა. ალბათ და იმედია ამ 6 სერიაში იფტერის საკითხი ამოიწურება. მესამე სეზონში კიდევ რაღა უნდა მოხდეს, აღარ ვიცი, მაგრამ მავანთ გადაწყვიტეს, რომ საყვარელ სამსახიობო შემადგენლობას კვლავ შევხვდეთ. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები. მე და ეშრეფი ერთი კვირით დაგემშვიდობებით. მადლობა რომ მიყურეთ. გამომიწერეთ და მადევნეთ თვალი.